პრიორიტეტების გამოცდა, იესო ქრისტეს შობის მნიშვნელობის ჩანაცვლება. ეს მსჯელობა არ არის ბედნიერების აკრძალვა, არამედ მოწოდება, დავინახოთ საფრთხე, რომელიც იმალება ხორციელი დღესასწაულის უკან და რომელიც მიზნად ისახავს იესო ქრისტეს შობის მარადიული მნიშვნელობის გადაფარვას. აი, საფრთხე, ყალბი რელიგია და პრიორიტეტების დარღვევა. ჩვენი მთავარი კრიტიკული შენიშვნა ის არის, რომ ახალი წელი, თავისი მასშტაბური ზეიმითა და რიტუალებით, იქცევა მატერიალიზმის კერპად ყალბ რელიგიად ეჭ. კრიტიკოსის ხმა იკითხავს, რა არის ცუდი სიხარულსა და ახალი წლის აღნიშვნაში? პასუხი ბიბლიით. საფრთხე არა თავად სიხარულშია, არამედ სიყვარულის პირველი ადგილის ჩამორთმევაში, დაუმორჩილებლობაში. ბიბლიური ჭეშმარიტება. შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. მათე 2:3-7. როცა ადამიანი ახალ წელს აღნიშნავს უფრო დიდი ეშხითა და მონდომებით, ვიდრე ქრისტეს შობას, ის არღვევს ამ უდიდეს მცნებას. მისი გული და გონება უფრო მეტად არის მიპყრობილი ხორციელ დროებით სიხარულზე, ვიდრე სულიერ საზრდოზე. 2. კონტრასტი. მართა და მარიამი, ახალი წელი და შობა, რომლებიც ხშირად ერთდროულად აღინიშნება. დღევანდელ კაცობრიობაში ქმნის კონტრასტს, რომელიც იესომ მართასა და მარიამის მაგალითზე გაგვიცხადა. 1. ახალი წელი მართას არჩევანი, ხორციელი ზრუნვა. ეს არის ფოკუსირება მრავალზე ზრუნვაზე, საჭმელზე, სასმელზე, გართობაზე, საჩუქრებზე და გარე ელვარებაზე. საფრთხე. ის ასოცირდება ღრეობასთან, რასაც ხშირად მოჰყვება ჩხუბი, ტრაგედია და ზოგჯერ სიკვდილიც კი. ეს არის ფილოსოფია, ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ მოვკვდებით. 1 კორინთელთა 1:5-3-2. ეს მიუთითებს მარადიული ცხოვრების ურწმუნოებაზე. გარე ელვარება, განათებული სახლები, კოსმოსიდან რომ მზესავით ჩანს. პიროტექნიკა ეს არის დროებითი სიამოვნების ფასი, ის, რომელიც ეკოსისტემას აყენებს ზიანს. 2. ქრისტეს შობა მარიამის არჩევანი, სულიერი საზრდო. ეს არის ფოკუსირება უკეთეს წილზე, ღვთის სიტყვის მოსმენა, სულიერი საზრდოს მიღება და ქრისტეს მიერ მოტანილი სათნოების აღნიშვნა. ბიბლიური ჭეშმარიტება. მართა, მართა, მრავალზე ზრუნავ და წუხარ. 1 რამ არის საჭირო. მარიამმა კი უკეთესი წილი ამოირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას. 1. ლუკა 1:0-4-1. 3. მატერიალიზმის კერპი და ზღაპრები. ახალი წლის ზეიმში ჩნდება გამოგონილი პერსონაჟი, სანტა კლაუსი ლელითოვლის პაპა, რომელიც ხდება მატერიალური კერპი, გერცი, 1. ყურის მამებელი მასწავლებელი, ის გვპირდება საჩუქრებს და გვარიგებს ჭკუას. ეს არის ზუსტად ის, რის შესახებაც პავლე აფრთხილებდა, აირჩევენ ყურის მამებელ მასწავლებლებს საკუთარი გულის თქმისამებრ.